მაგათი გადმოცებით აჭმევდნენ, ასმევდნენ, ჩააცვეს, ბოდიშევით ელაპარაკდნენ, მერე გამოუშვეს. რა ენაზე საუბრობდნენ? თავის ენაზე ზოგი ქართულათო. მაგათთან კავშირი ქართულ ენაზე. და თავის ენაზე რა რომელ ენაზე სადაურები იყვნენ? არიციან ბიჭები. რუსულად. რუსულად საუბრობდნენ? ალბათ, ხო. რამდენი იყვნენ? 17 კაცი. ბოლოს მიუციათ ფული, წამოსვეს დამშვიდობებისას. რამდენი? 200 ლარი თუ დოლარი არ გეტყვით. ვერ გეტყვით. და ფული რისთვის მისცეს? მაგდენ პური ჭამეთ რო ჩახვალთ სახლშიო. ალბათ გადაეყარნენ გზაში და ვინუჟნეში წაიყვანეს. თქვენს რო ძალიან კაი პირობებში ვიყავითო, პატივს აქცემდენო. ფეხსაცმელები არ აქვს, ფლოსტევით იყვნენ წასულები, ფეხსაცმელები ჩააცვეს, ძალიან კმაყოფილებია რა. ფულით ხომ არ აჩუქეს წამოსვლის დროს? ეგეც გავიგე, რომ ფულს აჩუქეს. რამდენი? მე მგონი 200 დოლარი. ძალიან კაი ბიჭები იყვნენ, დაინანათ დასახოთ. ბოდიში მოუხადეს, ბიჭებს მოუხადეს ბოდიში ამ ხალხმა, რომ აი წინ რო არ შევხედროდითო, თქვენ წაყვანაც არ გვინდოდა. წაიყვანეს, მაგრამ არ წაიყვანეს. არ ახონდა ჩაფიქრებული, რომ საზღვარს გადავიდოდნენ და იქ გადაიყვნენ ბიჭებს. იმ ბიჭები აიყვანეს მარმარილოს ბინებში და იქიდან უშვებდნენ უკან. მე ერთი მშობელი დილას იძახდა ძალიან ბავშვს მოიხსნენ ძალიან უმაღლესადო ჩასაცმელსაც აცმევდნენო თუ წყალი იყო თუ საკვები იყო პირველ რიგში იმათ აძლევდნენ და თუნდაც ცოტა ყოფილიყო მერე დანარჩენს თვითონ იკლებდნენო და ისე რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ ჩვენი სოფლის ვინც წაიყვანეს ესე იგი ძევლებად ის ბიჭები ყველანი იმათი საქციელით იყვნენ ძალიან უმაღლესად კმაყოფილები და ეხლა რატო წაიყვანეს და რა მიზანი ჰქონდა და რა ეგ უკვე არ ვიცი ერთი ქართულად საუბრობდაო და დანარჩენი ალბათ რუსულად. ერთი იყო ქართულად რო ლაპარაკობდა. რამდენი იყვნენო? რამდენი და 16. ძალიან კარგად, მაგას არცანალა. ძალიან კარგად ექცეოდნენ. უმაღლესად გვექცეოდნენო. არცანალავენ მაგას. არც აქცემდნენ, არც არ. ხო, არა. აქეთ რო წამოელით 200 დოლარი. ბარამბოს ჩაყვართო, იქე ბიჭები.